Ყოველთო და მოგეცემათ. დააკაკუნეთ და გაგეღებათო. ეძებეთ და იპოვითო. ღმერთს ყველაფერი აქვს, ყველაფერი ციცის, მაგრამ შენ გამოხატე არჩევანი. შენ გინდოდეს, ის კი არ გინდოდეს ღმერთისგან მოცემული რაღაცები. ღმერთი უნდა გინდოდეს. ღმერთთან ურთიერთ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ შვილს მამისა მხოლოდ კანფეტები უნდოდეს და მამა არ უნდოდეს. ესმით. მარტო ის უნდოდეს, მამა რას მოუტანს და მამა არ უნდოდეს, დედისა უნდოდეს ისინი, დედა არ უნდოდეს, სწორი იქნება, მასთან ლაპარაკი არ უნდოდეს, რომ სთხოვოს ეს არ უნდოდეს. რათ უნდა დედას და მამას, რომ შვილმა ითხოვოს? ესეც მისი სიმდაბლის გამოხატულება, ურთიერთობის გამოხატულება. ესე რომ უნდა ითხოვო. მიცვალებულთათვის უნდა ითხოვო, ცოცხალთათვის უნდა ითხოვო. მარტო ის კი არა, ჩემი თავისთვის რო ვითხოვო. ყველასთვის ვისაც გული შეგდგა, უნდა შეავედო. აი სულაც რომ მიდიხარ ქუჩაში, უნდა ითხოვო შენთვისაც, შენი მეუღლისთვისაც, შვილებისთვისაც. და აი ამ ლოცვაში რაღაცა ნუგეს პოულობს ადამიანი. იმიტომ რომ ამ ლოცვით კიდე თავის ოჯახის წევრებთანაც არის და უფალთანაც არის, რომელსაც ავედრებს თავის ოჯახის წევრებს და აი დააკვირდით, თუ გამოგიცდიათ კი იცით, მაგრამ თუ არ გამოგიცდიათ დააკვირდით. რაღაცა პრობლემა რო აქვს რომელიმე წევრს ოჯახისა. და თქვენ სულაც ხო რაღაცას აკეთებთ, სადღაც ხართ, სამუშაოზე ხართ, თუ გზაში ხართ, თუ აქ ხართ. თან გულში რო ლოცულობ, უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შეიწყალე მონახტისა ესა და ეს ხევალი ღვთის, ანუ შენ ჯერ ერთისთვის, მერე მეორეს, მესამე, ყველასთვის ესე ლოცულობ. თან ხო ლოცვაში ხარ და თან რაღაცა სულიერ ნუგეს პოულობ იმაში, რომ შენ ესენი ღმერთს მიანდე და ჩააბარე. კი არ ნერვიულობ, რომ ამას რა შეიძლება იყოს, არამედ ლოცულობ მათთვის. შენ იმას ჩააბარე, ვისაც ყველაზე მეტი შეუძლია, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს, ვისაც ყველაზე მეტი იმედი უნდა გქონდეს და ხარ იმედიანად. იმიტომ რომ და იმიტომ რომ მან იცის, განა ისე და ისე არ იცოდა, მაგრამ შენ რომ მას მიმართავ და შენ რომ შენი გულით ჩააბარე, ეს სხვა ამბავი. ამას ვამბობ გამოცდილებით, რომ შეიგრძნო რაზეა ლაპარაკი. იმიტომ რომ ეს ხო არა მარტო ის რომ გონებით რაღაცა იცოდე. შეიძლება გონებით ბევრი რამე იცი, მაგრამ ის თუ გულამდე არ მოვიდა და შენი არ გახდა, ის შენ არ გეკუთ, ის სხვისია, ის სხვისი გამოცდილება. ქრისტიანობა არ არის მარტო ჩვენ რომ გონებით რაღაცა ვიცო. ეს არ არის ესე ვთქვა ფიზიკა თუ რაღაცა ბიოლოგია რომ მარტო დაიზეპე რაღაცა არის. ეს შენ უნდა გამოიარო. ჩვენ შეიძლება სუზეპირად ვიცოდეთ ქრისტეს შობის შესახებ, მისი ჯვარცმის, საფლავად დადების თუ აღდგომის თუ ამაღლების, მაგრამ აი იგივე წეღან ჩვენს მიეხსენებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ქრისტეს შობის წინა ქადაგებაში ასეთ რამეს ამბობს, რომ ეს ყველაფერი ადამიანის გულში უნდა მოხდეს, რომ ჩვენს გულში უნდა დაიბადოს ქრისტე, რომ იქ უნდა აღიზარდოს, რომ იქ უნდა ქადაგება დაიწყოს, რომ ჩვენ მისი სიტყვის გამო ტანჯვა უნდა გამოვიაროთ, ჩვენში უნდა მოხდეს ქრისტეს ჯვარცმა, ჩვენში უნდა მოხდეს ქრისტეს აღდგომა და ამაღლება და თუ ეს არ მოხდა, მაშინ მარტო ის თეორიული ცოდნა არაფერს არ მოგცემს. იმიტომ რომ ეს არის ქრისტიანული ცხოვრების წესი, მარტო ის არა, ფილოსოფიურად შეიძლება ყველას აჯობო ლაპარაკში და ყველას მოუგო, მაგრამ შენ თვითს არ ანძრევ.